გამარჯობა, ეს არის პოდკასტი მშობლებისთვის, რომელსაც მანამ უნდა მოусმინოთ, სანამ თქვენი შვილის სკოლაში ბოლოს არის დაირეკება. მე მეგი ვარ ამ პოდკასტის ავტორი და თუ თქვენ განათლების თემები გაინტერესებთ, გამოიწერეთ ეს არხი და ისე განაგრძეთ მოსმენა. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი. გამარჯობა, სიკო. გამარჯობა, პარლამენტში. აქვე გეტყვით, რომ პოდკასტის წარმოდგენია ჭკვიანი მოწყობილობების ვებ-პორტალი My Comfort Home, სადაც თანამედროვე smart პროდუქციის დიდი არჩევანი და საუკეთესო მომსახურება. აქვე მადლობა მინდა ვუთხრა დინამიური გრაფიკისა და ანიმაციის production სტუდიას Full Frames, რომელიც ზრუნავს ჩემი ვიდეოს ტექნიკურ გამართულობაზე. Full Frames-ში შეგიძლიათ მიიღოთ სრულყოფილი ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული პროფესიონალური სერვისი. პოდკასტის სპონსორი გახდა Lino Home, ონლაინ სივრცე, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის აბრეშუმის პროდუქცია და სახლისთვის განკუთვნილი სხვა ნივთები. მოდით დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანით, რაც ჩემი აზრით მშობლების ყველაზე მეტად დაინტერესებს, ეს არის 11 წლიან სწავლებაზე გადასვლა. მშობლებს გონიათ, რომ რაღაცნაირად ბევრი ბავშვი მიდის მსხვერპლზე, იმისთვის, რომ ცოტა ბავშვი წავიდეს საზღვარგარეთ სასწავლებლად, რაღაც ესეთი ნარატივი მიყვება ამ ყველაფერს. სინამდვილეში რა ხდება და რატომ გჭირდება 12 წლიანი სწავლება? 12 წლიან სწავლებაზე გადასვლა რამდენიმე არგუმენტით იყო გამაგრებული. ერთი იყო ეს, რომ ქართული საგანმანათლებლო სივრცე დაუახლოვდეს ევროპულს და ამერიკულს, იმიტომ რომ იქ 12 წელი მინიმუმ სწავლა, ეს ქვეყანაში ევროპაში 13 წელიც არის. ეს აადვილებს იმას, რომ იქ წახვიდე უმაღლესი სასწავლებლად, არა მხოლოდ სკოლის შემდეგ, არამედ უმაღლესი რო ჩააბარებ მერეს. აი მე მაგალითად იმისთვის რომ გერმანიაში წავსულიყავი სასწავლებლად, სადაც უფასოა სწავლა და ამიტომ შედარებით რომ მარტივია. აქ ჩავაბარ ჯერ უნივერსიტეტში, აქ ორი კურსი დავხურე, ანუ გამომივიდა 13 წელი სწავლა, 11 წელი სკოლა, 2 წელი უნივერსიტეტი და მერე მქონდა უკვე უფლება რომ გერმანიაში პირველ კურსზე წავსულიყავი და იქ წავედი გერმანიაში სასწავლებლად, მაგრამ მე მივხვდი რომ იქ კიდე 4 წელი სწავლა, 5 წელი სწავლაც კი შეიძლება მოგიწიოს. უკვე ნამეტანი იყო რომ აქ 2 წელი, კიდე 5 წელი და ამიტომ მომიწია წამოსვლა. მე რო აქ ქონდა 12 წელი მასწავლი, ერთ წუთს ნაკლები მექნებოდა აქ უნივერსიტეტში გასავლელი და ნაკლები გულის წყვეტა მექნებოდა იმაზე, რომ აი ხა კიდე დამატებითი 2 წელი უკვე მასწავლი, მაგრამ კიდე რატომ დავისწავლა 4 წელი ან 5 წელი. მეორე არგუმენტი, რისთვისაც იყო შემოღებული ეს 12 წლიანი სწავლება, იყო ის, რომ რაც უფრო გვიან იღებს გადაწყვეტილებას ახალგაზრდა მომავალ პროფესიაზე და მომავალ საქმიანობაზე, მით უფრო გააზრებულია, ხო, რაც უფრო დასრულ ასაკში აკეთებს ამ არჩევანს. იმიტომ რომ შესაძლებელია რომ გვიან როცა აკეთებს არჩევანს, მერე ნაკლები შანსია რომ შუაგზაში აღმოაჩინოს რომ არ აინტერესებდა იმის კეთება რაც აირჩია, ან ჯობია 18 წლის ასაკში არჩიოს ეს, ვიდრე 17 წლის ასაკში. თან ეხა 5 წლის სკოლაში შესვლის უფლებასაც თუ აძლევ, შეიძლება კიდევ უფრო ადრე დაამთავრო სკოლა. მე მაგალითად 16 წლის დავამთავრე სკოლა და ეხა მე კი რაღაცა სხვანაირად სხვა ის ხონდა გარემო მქონდა ოჯახში, რაღაცა მამა ჩემი ისტორიკოსი იყო, ბაბა ჩემი ისტორიკოსი იყო, ბაბა ჩემის მამა იყო ისტორიკოსი და რაღაცნაირად დაბადებიდან ვიცოდი რასაც საერთოდ წავსულიყავი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან ადრე იყო ჩემთვის არჩევანის გაკეთება და ეს რაც რო გიანიღებს გადაწყვეტილებას, მით უკეთესია. და თან 12 წელი რო შემოვიდა საქართველოში სწავლის, სკოლის 12 წელი რო შემოვიდა, კიდე შეიცვალა უნივერსიტეტიც მაგ დროს. და უნივერსიტეტში პირველ კურსზე მაშინ შემოვიდა ზოგადი კურსები, ანუ შეგიძლია ბევრ პროგრამაზე რომ პირველ წელს არ აირჩიო სპეციალობა, პირველ წელს ისწავლო ზოგადი საგნები და მერე აირჩიო უკვე სპეციალობა, ანუ შესავალ საგნებს სწავლობ. როგორც არის თქვა, ფილოსოფიის ისტორია, ლიტერატურის ისტორია, ენები, მწვანეები, მათემატიკა, ზოგან აკადემიური წერა და მერე ირჩევ უკვე შენ მიმართულებას. ეს რომ გამოდის, რომ სინამდვილეში 19 წლის ასაკში აკეთებ ამ არჩევას და მერე ნაკლები შანსია, რომ გული დაგწყდეს, რომ რაღაცა არჩევანი გააკეთე და რაც რომ მეთხანს არიან ადამიანები განათლების სისტემაში,
მით უფრო ვითარდება ეკონომიკა. იმიტომ რომ თვითონული წელი განათლებაში დანახარჯიც არის, მაგრამ მოგებაც არის საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ ეს ეკონომიკას უბრუნდება რაღაც უფრო მაღალი მოგებით. იმიტომ რომ რაც უფრო დაბალი კომპეტენციებით შედიხარ სამუშაო ბაზარზე, მით უფრო ნაკლები რაღაცის გაკეთება შეგიძლია. მით უფრო დაბალი ანაზღაურება, ხო? ეს პიროვნებისთვის ხო დაბალი ანაზღაურება აქვს, მაგრამ აი თქვა ტექნოლოგიების განვითარება თუ გინდა ქვეყანაში, მაშინ მეტხანს უნდა ისწავლოს ხალხმა. აი ეხლა მაგალითად მშენებლობაზეც კი უკვე ტექნოლოგიების ცოდნა გჭირდება, უკვე რაღაცა ისეთი ხელსაწყოების გამოყენება გჭირდება, რომელიც ციფრულია და რაღაცა სხვადასხვა კომპლექსურ ცოდნას გულისხმობს. რა გეომეტრიაც უნდა იცოდე, კომპიუტერის გამოყენებაც უნდა იცოდე. აი ამ წეს ეს რაღაცა გამოყენება, თუნდაც ოპერატორობა ადრე იყო, მექანიკური იყო, ხო, ადრე და ახლა კი გჭირდება. და პროგრამა და ეს რაღაც ალგორითმების ცოდნაც გჭირდება და რაც უფრო დიდხანს არიან ადამიანები ამ სისტემაში უკეთესია. კიდევ ერთი არგუმენტი იყო ის, რომ მოქალაქეობისთვისაც უკეთესია, ხო, რაც უფრო დიდხანს არიან ადამიანები განათლების სისტემაში, მით უფრო მეტად ითვისებენ იმ კომპეტენციებს, რაც მნიშვნელოვანია მოქალაქეობისთვის. მაგალითად, რაც უფრო დიდხანს განათლების სისტემაში, მით უფრო გააზრებულ არჩევანს აკეთებ არჩევნებზე. ან რაც ნაკლები ცოდნა გაქვს, მით უფრო ემოციურად აკეთებ არჩევანს, რაც მეტი გამოცდილება გაქვს რაციონალურად აზროვნების და რაც უფრო მეც გასწავლიან, მით უფრო ფიქრობ იმ არჩევანზე, რაც უნდა გააკეთო, მაგალითად, საარჩევნო დღეს, ხო, არჩევნების დღეს. ან ბევრი არგუმენტი არსებობს. ახლა ამის საპირისპირო არგუმენტი ასევე არსებობს, მაგალითად, ხარჯი აქვს, ხო? ან მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ოჯახსაც, რა, ერთ წლით მეტი უნდა გადაიხადოს, ან მაგალითად არის დემოგრაფიული არგუმენტიც, რომ უფრო ადრე გათხოვდებიან, უფრო ადრე დაქორწინდებიან, რაღაც ცხოვრების რაღაც სრულწლოვანად მიაღწევს თუ არა, ხო? რაღაც მშობლები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მეჩქარება რომ შვილი მყავდეს მე და ეხლა სულ არ მინდა რომ თქვა წვერულობაში დიჯდეს სკოლაში, ასეთი ფრაზაც კი მომისმენია, რომ რაღა დროს ამის სკოლა არის. ეგეც არის, ხო? ანუ მასწავლებლებს უჭირთ კიდე რაღაც ასაკში უკვე ის არის ძალაუფლების თამაშია და უკვე რაღაცა სრულწლოვანი ადამიანი გელაპარაკება უკვე როგორც სრულწლოვანი და ვეღარ აკონტროლებს. ანუ შენ ძალაუფლება საკმარისი უკვე აღარ არის და ანუ ეგ შეიძლება კარგ მასწავლებელს არ სკამდეს ეგ პრობლემა, მაგრამ ხო, რაღაც პრობლემები არის, მაგალითად, სკოლაში სადაც მე ვმუშაობ, იქ ყავდა მოსწავლე, რომელიც მშობელი აღარ დადიოდა მშობლებს, ცოლი დადიოდა. ეგეც აბების არის ხოლმე, და მე ვეღარ იგებ მართლა ვის უნდა ელაპარაკო, მაგ შემთხვევაში უკვე დაქორწინდა სკოლაში სწავლის დროს, ხო? და ხო, ჩვენც ვფიქრობთ, რომ აი მართლა მშობელს მოელაპარაკოთ, რაღაც. აი რამდენი გაკეთები და არ ვიცი. ძალიან სახალისო ეს ამბავი, თუმცა საერთო ჯამში ის ცვლილებები, რაც არის დაგეგმილი, სახალისოსთან ახლოსაც არ არის. ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ამ ზიანზე მინდა გკითხო, თუ მართლაც განხორციელდეთ, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, არ განხორციელდება, როგორც სხვა რეფორმები დაგეგმილები ვერ განხორციელდა, რაც ახლა სრულიად არ იქნება უჩვეულო, უფრო უჩვეულო იქნება ის თუ განხორციელდა. თორე თუ არ განხორციელდება ეს მამას მიჩვეულები ვართ უკვე წლების განმავლობაში. მაგრამ დაუშვეთ და მოხდა ეს, რას უნდა ველოდოთ, აი როგორ კონვერტირდება ეს ზიანი უშუალოდ ოჯახზე, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გვისმენენ მშობლები, ხო, მოსწავლეების მშობლები. აი მათ ვუთხრათ, მის შვილს, რომელიც პირობითად 5 წლის შეიყვანა მშობელმა, იმიტომ რომ ჩათვალა, რომ თქვა რაღაც ლექსები იცოდა, განვითარებული იყო ბავშვი, მზად იყო სკოლისთვის და 5 წლის ასაკში შეიყვანა ბავშვი სკოლაში, 16 წლის უკვე ასრულებს სკოლას, რა ხდება? ხო, ეს ყველა არგუმენტი უნდა წავიღოთ, ანუ ვთქვათ, რომ მაგალითად ადრე რო გააკეთებს არჩევანს, რა შეიძლება იყოს რისკი, ამის რისკი არის ის, რომ შეიძლება არასწორად გააკეთოს არჩევანი და მე შუაგზაში, ან უნივერსიტეტში ჩაბარების დროს, ან საერთოდ წავიდეს უნივერსიტეტში, მე მიხვდეს, რომ უნდოდა რომ მაღლაში ესწავლა, ეს იყოს პრობლემა. მეორე, უცხოეთში სწავლა შეიძლება ეხლა ვერ წარმოუდგენია მშობელს, რომ ის შვილი ეხლა უცლებად სკოლის დამთავრების მერე წავა, მაგრამ უნივერსიტეტში ჩაბარების მერე შეიძლება გამოჩნდეს შანსი, რომ წავიდეს, იმიტომ რომ ეხლა საქართველოში სულ უფრო მეტი გაცვლის პროგრამა არსებობს. ხანდახან ადგილები აი ესეთ გაცვლით პროგრამებზე აღემატება ხოლმე სურვილების რაოდენობას, იმიტომ რომ ხალხმა არ იცის ინგლისური, ან არ იცის უცხო ენა, იმ ის ენა, რომლის ქვეყანაშიც
ანუ სხვაჯერ ძალიან ამაყობენ მშობლები, აი ყველაზე მეტად ამაყობენ თუ მისი შვილი სადმე სხვა ქვეყანაში წავიდა, თუნდაც ერთკვირიანი გაცვლითი პროგრამით. დარწმუნებული ვარ მათ რომ იცოდნენ რომ ეს ამ ცვლილებამ შეიძლება მოიტანოს ის რომ ვეღარ წავა მისი შვილი, მithumetes დაფინანსებული ისეთი პროგრამებით რაც ჩვენთან არის დღეს, დარწმუნებული ვარ ისინი არ იქნებოდნენ ბედნიერები ამ უფრო რთული იქნება, ანუ წასვლით წავა, მეც წავედი 11 წლის მერე, მაგრამ ბევრად უფრო მეტი ბარიერის გადალახვა მოუწევს. ეხლა ხანდახან არის ხოლმე ესე ზოგიერთი ფიქრობს, რომ აი ჩვენ ჯობია ჩვენ საკუთარი განათლების სისტემა მოვაწყოთ და სულ არ დაჭირდება ჩვენ ახალგაზრდას წასვლა და ესე არ არის. აი იმ ქვეყნებში, სადაც ბევრად უფრო ძლიერი განათლების სისტემაა, სპეციალურად უშვებენ ახალგაზრდებს სხვა ქვეყანაში, იმისთვის რომ გამოცდილება შეიძინოს. აი მაგალითად ამერიკულად ცხოვრობ. რა თქმა უნდა, ხო, ამერიკულ უნივერსიტეტებში ზოგში მოთხოვნაც არის, რომ ერთი სემესტრი აუცილებლად უცხოეთში უნდა წავიდეს ადამიანის რაღაც სპეციალობებზე, ეს აუცილებელიც არის. აი მაგალითად საერთაშორისო ურთიერთობებს რო სწავლობ, თეორიულად კი უნდა რეალურად წახვიდე სხვა ქვეყანაში და ისწავლო უცხო ენას რაც სწავლობ და არ მხოლოდ დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ სხვა კულტურასთან ურთიერთობა ისწავლო, იმიტომ რომ ეს ნებისმიერ შემდგომ საქმიანობის დროს არის მნიშვნელოვანი, რომ შეგეძლოს სერიოზული ცხოვრებისეული გამოცდილება არის. ხო, ანუ შეგეძლოს რომ შეეგუო რაღაც გამოწვევებს, რაღაცა იპოვო საკუთარი თავი. ეხლა ეს სამყარო ბევრად უფრო გახსნილია და ბევრად მეტი შესაძლებლობა არის, რომ გზადაგზა იმუშაო, იქ რაღაცა შენ შემოსავალი ქონდეს თან ისწავლო და ეხლა შენ ხელოვნურად სახელმწიფომ არ უნდა შეუქმნა ესეთ ხალხს ბარიერები. ხა ალტერნატივებს რო ვნახოთ რა აქვს, ხო, ზოგიერთს მოუწევს ჯარში წასვლა და ეხლა 17 წლის ადამიანის ჯარში წასვლა და 18 წლის წასვლა, ან 16 მithumetes. ანუ სხვა რაღაც გამოწვევაა, ხო, რა ახალგაზრდა. გოგოების შემთხვევაში ალბათ გვექნება ადრეული ქორწინებების სერია, ხო? როგორც ვთქვათ, ჩემ ბავშვობაში ძალიან ისეთი მოდური რო იყო, რომ 16-17 წლის ასაკში უკვე ბავშვი ხელში დადიოდნენ თვითონ ბავშვები, არ არის გამორიცხული და იგივე სურათი ვიხილოთ, თუ მართლა ესე მოხდა, რომ ესე ადრიანად გამოვიდნენ ბავშვები სკოლიდან და მithumetes თუ უმაღლესში აღარ იქნება არც ადგილი, არც ფაკულტეტი, ანუ კიდევ უფრო რთული გახდა, მაგრამ ვიდრე ამ თემაზე გადავიდოდეთ, მე მინდა ვიკითხა, რაღაცა ბევრი წლის წინ მე გავიარე განათლების პოლიტიკის სესიები, რომელსაც შენ უძღვებოდი და მაშინ პირველად დავფიქრდი და გავიგე და მოვისმინე, რომ თურმე განათლება არ ყოფილა მარტო დასაქმების საშუალება. იცი, მართლა არ მიფიქრია იქამდე ამ თემაზე და დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ესე, რომ ახლა განათლება უმაღლესი იმისთვის გვინდა, რომ კარგი სამსახური ვიშოვოთ, ხო, აბა სხვა რატო უნდა გვინდოდეს და სინამდვილეში უფრო ფართო მიზანი აქვს განათლებასა. ძალიან მოკლედ მინდა რომ ამაზეც გვითხრა მშობლებს. განათლების გზით ადამიანი ხდება საზოგადოების წევრი, ხო, საზოგადოებას ბევრი ინსტრუმენტი არ აქვს იმისთვის, რომ საკუთარი წევრები შემოიკრიბოს და რაღაც ღირებულებები გაუზიაროს. ანუ ორი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია განათლება და მედია. რითიც შეგიძლია ესე მასობრივად გაავრცელო შენი ღირებულებები და ეს ღირებულებები გულისხმობს იმას, რომ აი მაგალითად ერი რო შედგეს, ამისთვის საჭიროა მაგალითად საერთო წარსული, ანუ საერთო წარმოდგენები ქონდეს მაგალითად წარსულზე, შენ მომავალზე რა გინდა, რომ რას გინდა რომ როგორ ჯგუფმა მიაღწიო, ხო? საით მინდა ფარფაზე ბოლოს და ბოლოს. ეს ამისთვისაც არის, ხო, სკოლა სინამდვილეში ამისთვის უფრო არის, ვიდრე იმისთვის, რომ ადამიანი რაღაცნაირად წერა-კითხვა ისწავლოს. ანუ დასაქმებისთვის საბოლოო ჯამში შეიძლება რომ თვითონ დამსაქმებლებმაც ასწავლონ ადამიანს ის კომპეტენციები, რაც ჭირდება. უმეტესობა სამსახურში დასაქმე პირველი 6 კლასი არის სრულად საკმარის. მაგრამ იმისთვის რომ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ ეს ადამიანები და თავის საზოგადოების წევრებად იგრძნონ და, ну, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი რაღაცა სირთულის მქონე დასაქმების ადგილებისთვის ბევრად უფრო რთული ცოდნა არის საჭირო დღეს. აი მაგალითად, ხო პირველი 6 კლასის ისტორიის შესწავლა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შენ მაგალითად გაიგო, როგორ მოხვდით იმ სამყაროში, რაშიც ეხავართ და თქვა, რა საფრთხეები არსებობდა წარსულში და რა შეიძლება განმეორდეს დღეს. ან მაგალითად მე-19 საუკუნის ქართველმა ხშირად აი ეს კი არ იცოდა, რომ არსებობს განსხვავებული
ვიცი, ენის მატარებელი ქართველი. ხო, აი მაგალითად მეგრელები და თუშები ერთმანეთს ძალიან იშვიათად ხვდებოდნენ და რომ შეხვედრილიყვნენ, ერთმანეთი ვერ გაიგოთ, იმიტომ რომ სკოლა არ ქონდა ამ ხალხს უმეტესად გავლილი ქართულ ენაზე, ხო? და თუ ეს სტანდარტული ქართული არის სწავლეს ხო ამ ადამიანებმა და თუ ეს არ გაიწაფნენ ერთი და იგივე ტექსტების კითხვაში და ერთი და იგივე წარმოდგენები არ ჩამოაყალიბდა, შეიძლება იფიქრონ სულ სხვა ერის წარმოდგენები არიან. აიტო სკოლა შემთხვევით არ არის, რომ რაღაცა საერთო პროგრამით ასწავლის და ისიც არ იყო შემთხვევითი, რომ გახანგრძლივდა 12 წლამდე. ერთ-ერთი არგუმენტი სხვა შორის გახანგრძლივების ის იყო, რომ სწავლების ხარისხზე უნდა ემოქმედა უკეთესად, არა მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო ხანგრძლივი იყო, არამედ იმიტომაც, რომ ნაკლებად გადატვირთული ხდებოდა სკოლა 11 კლასის პროგრამა იყო ძალიან გადატვირთული და 7 გაკვეთილი, 8 გაკვეთილი, უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო 2003 წელს და ამისი განტვირთვის შესაძლებლობაც იყო, რომ შეგნ 12 კლასში გადაგენაწილებენ რაღაცები. და ეხლა როგორც აკლებენ ამ კლასს, არის სრულად მექანიკური. უბრალოდ ამბობენ, რომ აი მოდი და გაკვეთილიც ვერ იქნება, იმიტომ რომ სკოლის შენობები არ გვაქვს საკმარისი, ბავშვი უფრო მეტია ვიდრე შენობა და ის გაკვეთილებიც ის რაოდენობაც 6 გაკვეთილიც არ ტარდება სრულფასოვნად. ეს რაღაცა უბრალოდ ვერ გიგმავენ. მაგის შანსიც აღარ არის 7-ზე და 8 გაკვეთილამდე გაიზარდა. არა, თქვა და არის სკოლა, სადაც თავის შენობა აქვს. რა, იქაც არ არის კარგი, იმიტომ რომ ეს პროგრამა უბრალოდ ესე მექანიკურად შეკვეცან და ახლა მაშინ 11 კლასში ჩაატიან. იმიტომ რომ ეს მოკლება პროგრამიდან არავის არაფერს არ უნდა, ხო? ყველა სფერო სპეციალისტი ამტკიცებს, რომ აი რაღაც ის კონკრეტული საკითხი თუ არის სწავლა ადამიანმა, ის სრულყოფილი მოქალაქე ვერ იქნება და ამიტომ მე ვცდილობენ, რომ რაც შეიძლება ბევრი ასწავლო და რაც უფრო მეც ასწავლე, მით რომ ნაკლები იცის. ბავშვმა, იმიტომ რომ კონცენტრირებას ვერ ახერხებს, ხო? მე აი ამისი დღეს ეს ძალიან გადატვირთულია ჩვენი პროგრამები. რა თქმა უნდა, ხო და ნუ ეს პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება, მაშინ როცა ეუბნები, რომ აი ეხა უნდა აიღოთ და რაღაც ეს მექანიკურად ჩააგდო. პირდაპირ გადაჭრა, ხო, ესე გაუაზრებ. ხო და ესე აკეთებენ, ახლა მაგალითად შეკრიბეს სასწავლო-გეგმების სპეციალისტები სამინისტრომ და ერთ დღეში თქვეს, რომ ერთი დღის შეკრების შემდეგ თქვეს, რომ ჩვენ მოდიფიცირება გავაკეთოთ უკვე სასწავლო-გეგმისა. წარმოიდგინეთ, ამას ჭირდება ხოლმე 6 წელი ფიქრი. არის ახლა ეს ისედაც გასაგებია, ერთი დღე შეიკრიბებიან თუ ორი, მაინც ფიქტიურად ხდება ეს და ალბათ ხარჯებსაც აღარ ამას მოხოს მე სახელმწიფოების გადაკეთება, მე მასწავლებლის მომზადება და ესე უცებ თქვა, რომ აი ჩვენ გადავწყვეტეთ 11 წელია. 12 წლიან სწავლებაზე გადასვლა, ან ჯერ უბრალოდ რო წარმოიდგინოთ 3 წელი მიდიოდა მზადება, რომ მე-11 კლასის პროგრამები გადაკეთებულიყო ისე, რომ მე-12 კლასში დაემთავრებინა. და მე კიდე 3 წელი დაჭირდა იმას, რომ მე-7-დან რო დაიწყეს ბავშვებმა ახალი პროგრამის სწავლა. იმათთვის მე-12 კლასი კიდევ უნდა გადაკეთებულიყო კიდე ერთხელ და ამას უცებ თქვას, რომ მოდი იყოს 11 კლასიანი რა უნდა ახლა პომატრი ერთ კლასს და ას მაგრამ ესე არ ხდება, ხო? იმიტომ რომ ხო მე არაფერში არ წერია, აი ზუსტად ეს გვაქვს სახეზე. ხშირად აკეთებენ, ხო? ამას აი მაგალითად 2 წელს წინ თქვას, რომ ჩვენო არ მოგწონს, რომ საქართველოს ისტორია ისწავლება მსოფლიო ისტორიასთან ერთად მე-11-12 კლასში. ჯერ გამოიგონა, მოიტყუეს, რომ ვითომ საერთოდ არის სწავლებოდა. ვითომ არის სწავლებოდა. ვითომ საერთოდ არის სწავლებოდა და ამ დროს რაღაც სახელმწიფოებია, გამასწავლებლები ყავს, გაკვეთილები ტარდება, ვამეცადინებს ბავშვებს ადამიანმა იცოდა, რომ საისწავლება, მაგრამ მაინც მოიტყუეს ესე და თქვეს, რომ არა ჩვენო ახლა პატრიოტი ხალხი ვართ და შემოვიღოთ საქართველოს ისტორია თავიდან და როგორც დედაენის თემა ხოლმე რაღაც პერიოდულად რო შემოაქვთ, რომ იაკობ გოგებაშვილის დედაენას ვაყრობთ. და მოკლედ ეს შემოიღეს ეს მე-12 კლასში, მე-11-12 კლასში ცალკე საქართველოს ისტორია. და აი მაგალითად შარშან ეხა ზაფხულში ბავშვებმა რომ დაამთავრეს, მათ არ ქონდათ სახელმწიფო ისე ისწავლეს საქართველოს ისტორია მე-12 კლასში, რომ საერთოდ სახელმწიფო არ იყო, მაგრამ იდეალურად არც ისწავლეს, იმიტომ რომ არც დადიან მე-12 კლასში ბავშვი. ხო, მაგრამ აი წარმოიდგინეთ რა პრობლემა გაჩნდა მისაღებ გამოცდებზე საქართველოს ისტორიის საკითხები აღარ იცოდნენ, რა უნდა შეეტანათ, იმიტომ რომ საკითხების განსაზღვრა ხდება ხოლმე სახელმწიფოების გათვალისწინებით. იმიტომ რომ სასწავლო-გეგმაში შეიძლება ეწეროს რაღაცა, რომ უნდა იცოდნენ, მაგრამ თუ შესაძლებლობა არ აქვს ბავშვს რომ ისწავლოს, ის გამოცდების ტესტებს ვინც აკეთებს, იმად არ შეაკეთებდნენ საგამოცდო საკითხებში, იმიტომ რომ იციან, რომ სახელმწიფოში თუ არ წერია რაღაცა, ბავშვს ვერ მოთხოვს, რომ ხა ამათებითი იყიდოს წიგნები და იმითი ხელმძღვანელოს გამოცდებისთვის მომზადებისთვის და
მოუწიათ მე მოძებნა სოფლიო ისტორიაში იმ საკითხების, რომელიც საქართველოს ისტორიასაც ითვალისწინებდა და მხოლოდ ის საკითხები შეიტანეს იქ. ანუ წარმოგიდგენთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვითომ პოლიტიკური კულები დაეწერათ, აი ესეთი სრულიად უაზრო რაღაცა პრობლემა გამოიგონეს, რომლის გადასალახადაც მე ცალკე სასწავლო გეგმების სპეციალისტები, სამინისტროს თანამშრომლები წერდნენ რაღაც მასალებს, ცალკე ეს გამოცდების სპეციალისტები იგონებდნენ რაღაცა რამდენი დრო და რესურსი იხარჯებოდა სინამდვილეში ჩვენ წლების განმავლობაში მშობლები ვსაუბრობთ სრულიად სხვა პრობლემებზე სკოლაში, როგორიც არის ძალიან მარტივად მოსაგვარებელი ის, რომ დამლაგებლები ყავდნენ სკოლაში და რა ვიცი, საკვები იყოს შეიძლება რაღაც ბოსტნეულის სახით, რომ უბრალოდ გული არ წაუვიდეთ ბავშვებს და ამ შემდეგ ასეთი ძალიან ბევრი პრობლემა არის. Სიკო, იცი რა მინდა გკითხო, აი ძალიან ხშირად მსმენია და დარწმუნებული ვარ შენც გსმენია ესეთი ფრაზები, რომ ყველა უმაღლესში თუ არ წავა, ამით არაფერი არ დაშავდება. და ხშირად ამას აბრალებენ ხოლმე მშობლებს, რომ აი თითქოს მშობლები არიან მეტიჩრები და მათ უნდათ რომ მათი თქვათ უცოდინარი შვილი მაინც უმაღლესში მოხდეს. ახლა შეიძლება ესეთებიც არიან ზოგნი, რა თქმა უნდა, ყველანაირი, მაგრამ სინამდვილეში აი რა პერსპექტივა აქვს ბავშვს, რომელიც შეიძლება უმაღლესში ვერ მოხვდეს. მოდი აი ამაზე ვისაუბროთ ცოტათი კი შევეხეთ ჩვენ თქვათ ვახსენეთ რაღაცა ნაადრევი ქორწინება, ვახსენეთ ჯარში წასვლა ხო 16-17 წლის ბიჭების და ეს რამდენად თქვათ რასარგებელი შეიძლება ამას კონდეს ამ ქვეყნისთვის ან თვითონ ამ პიროვნებისთვის, მაგრამ ზოგადად როცა განათლების მიღმა რჩება ახალგაზრდა, ესეთ შემთხვევაში იმ თვითონ ამ პირისთვის ზიანი რა არის და სახელმწიფოსთვისაც ესეც რომ განვიხილოთ. მე მანამ აქამდე მინდა უბრალოდ ახსნა რომ სინამდვილეში ეს არის მითი, რომ ყველა მიდის უმაღლესში. და ნუ ამ საკითხზე უკვე 70 წელია მიდის ლაპარაკი, ხო, ანუ 50-იან წლებში იყო, ჯერ კიდევ რაღაც აი ჩვენი ეზო ეგეთი ფილმი არის, რაც გიორგი შენგელაია, სოფიჭიაველი, გიორგი შენგელაია და ხო ერთად სკოლაში სწავლობენ, ამთავრებენ და მე ამ ეზოს ბავშვები მიდიან ქარხანაში სამუშაოდ და ერთი ცუდი ბავშვი არის, რომელსაც უმაღლესში უნდა წასვლა და მაშინ წარმოგიდგენთ იმ ფილმში გვაჩვენებენ, რომ უმაღლესში სწავლა ცუდი ტონია რა, ყველა მუშაობს და ვიღაცა სწავლა მოუნდა. სწავლა მოუნდა და მდიდარი ოჯახის შვილია და ამიტომ არ მუშაობს და იქ რაღაც ხალხისთვის რაღაც საკმარის არ აკეთებს. მაგრამ მე უცებ 60-იან წლებში ეს გრუნდება, თუ 50-იანების ბოლოში უკვე ამოტრიალდა ეს ამბავი და უბრალოდ დაიწყო შაყირი იმაზე, იმ ხალხზე, ვინც უმაღლესში, ვისაც უნდა უმაღლესში ჩაბარება, ყველა შეძლო გზით, ხო, იქ მე არის რაღაცა ოჯახებს დაცინიან თოჯინები იცინიანში, რომ აი გინდა თუ არა უნდათ რომ შვილი ისწავლოდეს კონსერვატორიაში, იქ რაღაცა ეს არის უდიპლომო სასიცო და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში რატომ უნდა ახლა ხალხს უმაღლესში ინტერესო ამბავი მოყევი, ხო, სერტარში ყველა ფილმი ნანახი მაქვს და ამ კუთხით სერტარში მიხედია. ხო, რომ ანუ საზოგადოება დაცინის ამ რაღაცა ზედმეტ სურვილს რომ უმაღლესში წავიდნენ და როცა არსებობს ესეთი კეთილშობილური საქმე, როგორც არის სამსახური და ეს საბჭოთა იდეოლოგიის ამბავი იყო, რომ ესე იგი კარგი საბჭოთა ადამიანი იყო ის, ვინც პირდაპირ სკოლის დამთავრების შემდეგ მიდიოდა სამუშაო ადგილას ქარხანაში მუშაობდა. ხო, იმ ჩვენ ეზოში ის ბურჟუა ბავშვი თუ რაღაცა, ხო, ის როგორ არის დახატული, რა ეწევა, მაგალითად და მუსიკას უსმენს, მაშინ როცა სხვები თამაშობენ ეზოში და ეს რაღაცა წამოწოლილია თახზე და ბოლოს ეს გამოსწორდება. მამა გარდაეცვლება, ის ვინც ვისი წყალობითაც მოხდა უმაღლესში რაღაცა და ეს ბიჭები, ეზოს ბიჭები დაეხმარებიან და ასნაირად გახდიან მისგან ქარხანაში მიიღებენ, ხო და ეს არის იდეალი იმდროინდელი და მაგრამ უნდა ვუყურო ამ ფილმებს თავიდან ამ თვალი. კი, ძალიან საინტერესო ის არის, მაგრამ რამდენად სწრაფად იცვლება, ხო, ანუ მე უკვე პრობლემა არ არის, რომ აბარებს ოღონდ ეს თოჯინები იცინიანში დაცინიან ოჯახს, რომელიც აი ჩაციკლული არის იმაზე, რომ გინდა თუ არა უნდა ჩააბაროს და ისიც იტყუება, ხო, რომ ანუ ისიც თოჯინების ქარხანაში მუშაობს, მაგრამ იტყუება, რომ თითქოს უმაღლესში დადის და კონსერვატორიაში ხო, რეზიკო. ანუ არ მიიღეს, იმიტომ რომ კარგად არ ქონდა მასწავლი და რაღაცა გიტარაზე მღერეს, ხო, თვითონ გამოცდას. ხო და ეხლა
მთელ სოფლიოში ახალგაზრდების მნიშვნელოვან ნაწილს უნდა რომ უმაღლესში წავიდეს, არა იმიტომ რომ რაღაცა ეს იდეა ფიქსი აქვს რომ გინდა თუ არა უმაღლესში უნდა ჩააბარო. დიპლომი ჰქონდეს. არამედ და არა ხოლმე დიპლომის, არამედ უმაღლესში სწავლა ბევრ სიკეთეს ნიშნავს, ხო? გარდა იმისა, რომ უფრო მეტი კომპეტენციები გექნება, რომ დასაქმდე უკეთეს ადგილას, იქ არის საზოგადოებაში ერთგვარი სოციალიზაციის სერტიფიცირება ხდება შენი, როგორც უმაღლეს დამთავრებულის და მე რაღაც ადგილს მიგიჩენ საზოგადოებაში, ხო? მაგალითად, სხვანაირ ხალხთან ურთიერთობ უმაღლესში, როცა სწავლობ და მე როცა დაამთავრებ. მე ეს შენი ცხოვრებისეული გზა შევა განსაზღვროს უმაღლესმა. მე მაგალითად ჩემი ცოლი გავიცანი უმაღლესში. რო არ მესწავლა უმაღლესში, სხვა ცოლი მეყოლებოდა საუბრობდით, ხო? და მე ჩემი შვილები სხვანაირები იქნებოდნენ და ჩემი ოჯახიც არ მიიღებდა იმ სხვა ცოლს და არა ეს წელწადია. ხო, იმიტომ რომ რაღაცა შენ თუ ხარ იმ ოჯახიდან, რომელსაც განათლება არ აქვს, უმაღლესი გათვლის შესაძლებლობა, რომ გამოხვიდე შენი სიღარიბიდან და გადახვიდე უკვე რაღაცა სხვა სოციალური სტატუსი მიიღო. ამიტომ ახლა ადამიანს უთხრა რომ გინდა თუ არა დარჩიან შენ სიღარიბეში და უწახვალ უმაღლესში და შენთვის უკეთესია რომ დაიჯერო რომ ეს შენთვის უკეთესია. ქარხანაში იმუშაო, რომელიც არ გვაქვს სხვათა შორის, არც ქარხანა არ გვაქვს, რომ სადმე ვიმუშაო. ან ხო რა, პირდაპირ ქარხანა არ გაქვს, მაგრამ ნუ შეგიძლია სუპერმარკეტში დასაქმე. გარევაჭრობით და საქმედად ყველანი. თან შენებობაზე იმუშაო. სანამ მოუნდებათ რომ აგვყარონ და რომ მოუნდებათ უნდა დავაგორჩილოთ. ხო, ნუ მე ცალკე ამბავი. არა, ეკონომიკურათაც გამართლებული არის იმ ქვეყნებში, სადაც დასაქმება არის პრობლემა, სადაც ადგილები არის ცოტა და სადაც თითო ვაკანსიაზე მოდის ბევრი მსურველი, იქ დამსაქმებელი უყურებს ერთ-ერთი პირველი ფილტრი, რითიც ფილტრავს ამ ვაკანსიაზე მოსულ კანდიდატებს, არის განათლება. რაც უფრო მეტი განათლება გაქვს, მით უფრო მეტი შანსი რომ გადაგარჩიო. და ამიტომ ის ხალხი, მაგალითად ამერიკაში, საქართველოში კი არ არის ეს პრობლემა მხოლოდ რომ ბევრს უნდა რომ წავიდეს უმაღლესში. აი მაგალითად ამერიკაში როცა არის ხოლმე ფინანსური კრიზისი, უცებ გაჩნდება ხოლმე ინტერესი რომ რაც შეიძლება ბევრი ხალხი წავიდეს უმაღლესში. თუ დასაქმება არის მარტივი, მაშინ დამსაქმებელს აღავს დაგლები განათლებითაც, იმიტომ რომ ვეღარ პოულობს, ხო, იმდენ უმაღლეს განათლებულს. და შესაბამისად ხალხსაც ნაკლები ინტერესი აქვს ხოლმე რომ წავიდეს. ეხლა სკოლა დამთავრებულს რო კონდეს ისეთი ხელფასი, რომელთაც შეუძლია რომ კარგად იმუშაოს, და რომ არ ჭირდებოდეს უმაღლესში წასვლა, ისეაც შეეძლოს ნორმალურ სამსახურში მუშაობა, მაშინ რა მოტივაცია ექნებოდა რომ წავიდეს უმაღლესში, ხო? ექნებოდა მხოლოდ იმ ხალხს, ვისაც შინაგანად აინტერესებს რაღაცა ახალი ცოდნის მიღება და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენთან ეგ პრობლემა არის, რომ თვითონ ეკონომიკაც ისე არის, აი მაგალითად რო აცხადებენ რაღაცა ნორმალურ ხელფასიან სამსახურზე ვაკანსიას, შეიძლება 100-ზე მეტი ადამიანი იყოს განცხადებელი, ხო? მე მათ შორის გადარჩევა ხდება განათლების მიხედვით პირველ რიგში. ამიტომ ეს არ უნდა გავიკვირდეს. ახლა რაც შეეხება რეალურად რამდენი ადამიანი მიდის უმაღლესში, ამაზე რომ დავფიქრდეთ. თითოეულ თაობაში, აი სასკოლო თაობაში, თითოეული კლასის რაოდენობა რო წარმოგიდგენთ, ანუ დაახლოებით 55,000 ბავშვია რა, 12 კლასში რომ უნდა ყოფილიყო. თუ გადავიდოდა ყველა ვინც ჩააბარა პირველ კლასში, ვინც შევიდა პირველ კლასში, რომ წასულიყო 12 კლასამდე. არა, 55-ის ნაცვლად ამთავრებს დაახლოებით 41,000 ახალგაზრდა, აი შარშან დამთავრა 41-მა. მცირე ნაწილი მიდის პროფესიულ სასწავლებლებში და ნაწილი პირდაპირ მიდის სამუშაოდ. და იმ ნაწილიდანაც არ ამთავრებს ყველა პროფესიულ სასწავლებელს, იმითაც ჩარიცხვები დიდია, მაგრამ ნაწილი ემიგრაციაში მიდის და ნაწილი რასაკეთებს, ნაწილი კრიმინალურ სამყაროში მიდის, ნაწილი ჯარში მიდის, ნაწილი რაღაც. ანუ ბევრი ესეთი ალტერნატივაც არ არის, ან მუშაობ, ან ვიცი არც არ აკეთებ არაფერს. ხო, ნუ შეიძლება ჯარში ყოფნა კარგი იყოს, მაგრამ იმ ჯარშიც ნაწილი, აი მაგალითად, ეხლა მიყვებოდნენ ცოტა ხნის წინ, რომ გაიწვიეს ჯარში ერთი ახალგაზრდა, ჩვენი ნაცნობი პროფესორის სტუდენტი და ეხლა ზის და იმას რა ქვია, უყურებს კამერების ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც მე ჯარიმა უნდა გამოუწერეს პოლიციამ და ეხლა სამშობლოს რო იცავდეს, ეხლა სინამდვილეში ეს ახალგაზრდა შეიძლება ხო, ესეთ დამოკიდებულებად საზოგადოებას არ ექნებოდა ცხადი. ხო, სინამდვილეში ეხლა
ეს ხალხი, ვინც სკოლის მერე სხვაგან მიდის, ხო, უნივერსიტეტის გარდა, იმათაც დიდი ალტერნატივები არ აქვს. ამ 51,000 ახალგაზრდა, ვინც სკოლა დაამთავრა, იქიდან კიდე 10,000 ვერ შედის უმაღლესში, 31,000-მა ჩააბარა. და იმ 31,000-დან ყველა არ არის იმ წელს დამთავრებული კიდე. ანუ რეალურად მაქსიმუმი რაც წარმოვიდგინოთ არის 55,000-დან 31,000-მა ჩააბარა შარშან. ესე რომ ის მითი რომ აი ყველა ვინც ამთავრებს ყველა მიდის ან რაღაცა ძალიან დიდი რაოდენობა მიდის უმაღლესებში ეს არ არის მართალი. ჩვენ რომ ვნახოთ უმაღლეს დამთავრებულების რიცხვი მოსახლეობაში ჩვენ არ ვართ რაღაცნაირად გამორჩეული მსოფლიოში პირიქით რაღაც პერიოდში უფრო ნაკლები წყავდა ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავთ და ანუ ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ რომ ჩვენთან რაღაც ანომალიური ხდება ესე არ არის. ახლა სხვა საკითხია რა იქნებოდა კარგი რომ უფრო კაცრი შერჩევა იყოს თუ არ იყოს კაცრი შერჩევა და მანდაც ეს საკითხი არ არის ერთმნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაც რომ მასობრივია უმაღლეს განათლება, უკეთესია ეკონომიკის განვითარებისთვის, რაც პროელიტურია, მაგალითად უკეთესია ელიტურში იგულისხმება ხოლმე რომ რაჩება რთული არის მოხვედრა, იქ უკეთესია ხოლმე მაგალითად მაღალტექნოლოგიური განვითარებისთვის, მაგრამ უთანასწორობას ზრდის, ხო, რაც რომ ცოტა ჩააბარებს, მით უფრო მეტია შანსი რომ ჩააბარებს ის ხალხი, ვის მშობლებსაც აქვს განათლება. და სხვა ბავშვები, ვის მშობლებსაც საკმარისი განათლება არ ქონდათ თვითონ ან არ ქონდათ შესაძლებლობები რომ მიიღოთ ეს განათლება დარჩებიან იგივე სოციალურ ჯგუფში. და ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ შენ უამრავ ნიჭიერ ადამიანს კარგავ, ვისაც შეეძლო რომ რაღაცისთვის მიაღწია. ეხლა რაც ხდება, პრობლემა არის ის, რომ მარტო 12-დან 11 წელზე კი არ ჩამოდის და ეს კი არ ართულებს იმას, რომ მზად იყოს ადამიანის სწავლისთვის. უნივერსიტეტებში იწყებენ ადგილების შეზღუდვას. და ამის შეზღუდვას აპირებენ ერთი იმითი რომ უნდათ რომ შეზღუდვან უნივერსიტეტების რაოდენობა რომელსაც შეუძლია რომ რაღაცა სპეციალობები ასწავლოს, მაგალითად რეგიონულ უნივერსიტეტებში ამბობენ რომ იქნება მხოლოდ აგრარული და პედაგოგიური, გარდა ქუთაისის. ან მაგალითად ბათუმში ცხოვრობ და გინდა სამართლის სწავლა, ან ქუთაისში უნდა წახვიდე, ან თბილისში, ვეღარ ისწავლე ბათუმში, ან თელავში თუ სწავლობ და იგივე პრობლემა კორში და ახალციხეში და ზუგდიდში. ან მაგალითად პროგრამირების სწავლა თუ და კომპიუტერული მეცნიერებების ალავარაში მოგიწევს ან ქუთაისში და ან თბილისში წამოსვლა. თბილისში თუ ცხოვრობ, თბილისშიც ვეღარ ისწავლე ამას, უნდა წახვიდე რუსთავში უნდა ისწავლო. და თქვენს რომ უნდა გავიტანოთ ქალაქარეთ. რუსთავში სად უნდა ისწავლო? მაგაში საქმე არ არსებობს ის უნივერსიტეტი, სადაც უნდა ისწავლო. რეგიონებია რომ ახლა გავყიდით შენობებს თბილისში და იქ ავაშენებთ ახლებს. და თბილისში გავყიდავ შენობები როგორ ააშენეს. ანუ ჭავჭავაძეზე გავყიდით შენობებს და რუსთავში ავაშენებთ და იქ იარას თქვა. ჭავჭავაძე კოსტავაზე, მაგალითად იქ ტექნიკური უნივერსიტეტის შენობებსაც გავყიდიან, ჭავჭავაძეზე გავყიდიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობებს გარდა პირველი და მეორე კორპუსს რო დააზუსტეს, რომ სულ გადარეული ხალხი. რა ვიცი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე კორპუსებს, ილიას უნივერსიტეტის კორპუსებს და იქ ავაშენებთ რომ მე რუსთავში 64-ესო და ის 64 ჩვენ ვერ მივახციეთ იმას, რომ სკოლაში ტუალეტები დაასუფთავონ და ვერ მივახციეთ იმას, რომ მართლა რაღაცა ღირსების შემლახავი აღარ იყოს ბავშვისთვის და გნებავთ მასწავლებლისთვისაც ამ ტუალეტებით სარგებლობა 13 წლის განმავლობაში და ეხლა გვინდა რომ ჭავჭავაძეზე უნივერსიტეტის შენობები გავყიდოთ და რუსთავში ახალი კამპუსები ავაშენოთ და თან მოვასწროთ ეს როდემდე, როდის უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. არავინ არის, ანუ ამბობენ რომ 3 წელიწადში უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ 3 წელიწადში შეუძლებელია ამ კამპუსების აშენება. ეგ ფაქტია, 7 წელია მაგალითად დადიანის ქუჩაზე სკოლა დაანგრიეს ვერ ააშენეს და რა ვიცი, რამდენი წელია, 12 წელია პირდებიან რომ რაღაც მიწისზე და მეტროს გააკეთებენ რუსთავისკენ და ანუ ბევრი ესეთი რაღაცა ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. მაგრამ თავი დავანებოთ მაგას რომ წააშენონ. აი ხა უცებ რომ ჩამოვარდეს ხოლმე რუსთავში ეს ცოტა სასაცილოა. საერთოდ რაღაც უცებ გაშდა და რუსთავში რაღაც შენობები სადაც უცებ უნივერსიტეტი მოახსნეს. ჭავჭავაძის ქუჩაზე რომ აღარ იქნება უნივერსიტეტები, ეგ
ცალკე თბილისისთვის იქნება პრობლემა და საბურთალოს რო უნივერსიტეტები აღარ იქნება, იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტები არის კულტურული ცენტრი და სოციალური ურთიერთობების რაღაცა სივრცეა, ხო? ანუ წარმოგიდგენთ, ახლა თქვენ ცხოვრობთ ვაკეში და თქვენ გარშემო ყოველდღიურად იქ რაღაცა დადიან სტუდენტები. ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და უცებ იქ რო ააშენონ ამ კორპუსები ამ უნივერსიტეტების ნაცვლად, რა მოხდება ჯერ ტრანსპორტის თვალსაზრისით და მე შენ რო ცხოვრობდი უნივერსიტეტის გვერდზე, ახლა იცხოვრობ რესტორნის გვერდზე. ეს ძალიან აპოკალიფსური სცენარი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გეგმა ვერ განხორციელდება რეალობაში. ხო და ნუ აი ეს კიდე კულტურული ცენტრი რო აღარ იქნება, რაღაცა თბილისში რო აღარ იქნება, მოკლედ ეს სოციალური ინსტიტუტები, რომელიც მნიშვნელოვანია და როგორ მუშაობს თან ეგ სისტემა, ძალიან კარგად ჩანს, მაგალითად ვერაზე. აი მე მაგალითად ცხოვრობდი თარხნიშვილის ქუჩაზე. თარხნიშვილის ქუჩაზე იყო სამშობია, რომ მე ქვევით იყო ისტორიის ინსტიტუტი. ქვედა კუთხეში. ეხლა ისტორიის ინსტიტუტის მაგალითად არის სასტუმრო, სამშობიაროს მაგალითად არის კახი კალაზის ცოლის მაღაზია. და წარმოგიდგენთ, არის რაღაც კერძო ბიზნესები, რომელშიც მე საქმე არ მაქვს არასდროს. სასტუმროში დადიან ვიღაცა უცხოელები, ამ მაღაზიაში დადიან მხოლოდ მდიდრები და იმ სამშობიაროში მე გავჭდი. და ჩემი მეზობლები გაჩნდა. თარხნიშვილზე, ხო? ის რო არის, არჩეულურ გამოფენაში ფილმში რო არის ფილმებზე, ხო? ლაპარაკობთ ეგა თეთრი შავი. არის ეგ სამშობიარო დაანგრიეს. და შენ საცხოვრებელი საფრთხე რომლის პირველ სართულზე არის რაღაცა გუდვილი, ანუკის რაღაცა მაღაზია და ასე შემდეგ. ანუ არაფერი საზოგადოებას არ მოგვი. ეხლა რო გინდა მაშინ ბავშვი გააჩინო, უნდა წახვიდე ცოტა უფრო ქვევით ჭაჭავაში, რომელსაც ასევე შეიძლება გაყიდონ. იქ ჭაჭავის ზემოთ იყო ბავშვთა საავადმყოფო, იმის მაგერათაც სასტუმროა. ანუ იმ კუთხეში ფილარმონიის ისტორიული მეხსიერება იშლება, ხო? ეს მართლა ფანჯარა რო გინდოდეს, რომ შენ სახლზე გამოცვალო, ნებართვა გჭირდება და ეს ადამიანები, ვინც შენს ნებართვას გაძლევს, ან არ გაძლევს, რომ შენ სახლზე ფანჯარა გამოცვალო, სინამდვილეში რაც მთელი ქალაქის ისტორიულ იერსახეს ერთი ხელის მოსმით ცვლიან. არა, ერთი არის როგორ გამოიყურება ქალაქი და მეორე არის რას წარმოადგენს ეს ქალაქი და ეს ქალაქი იქ სადაც დადიოდა მეცნიერი, იქ სადაც დადიოდა ექიმი, ეხლა დადის ტურისტი, რაღაცა მყიდველი, გამყიდველი, რაღაცა ხო, რესტორნის ფლობელი და რაღაცა რესტორნის კლიენტი რა და ისტორიის ინსტიტუტს თავისთავად ის რომ ისტორიული შენობა ქონდა, ეს კიდე ცალკე ღირებულება იყო იმისთვის, რომ აი მაგალითად შენ რომ ანუ ეს სივრცე თავისთავად რომელშიც შენ მუშაობ, თავისთავად გიხმის განწყობას იმისთვის რომ იმუშაო, ხო? ანუ გასაგებია რომ შეიძლება ისტორიის ანუ ვიღაცამ თქვას რა, აი რა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ოფისში იждები თუ ძველ შენობაში, მაგრამ აქვს ამას მნიშვნელობა. ანუ მაგალითად არქეოლოგიის ინსტიტუტი თյուბინგენის უნივერსიტეტში არის შუა საუკუნეების ციხესიმაგრეში და იქ რომ მიდიხარ, უკვე იცი რომ სამეცნიერო დაწესებულებაში, ანუ იმ დროში ხვდები, ხო, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის რომ შენ გააგაწყოს, იმისთვის რომ დროზე იფიქრო. ეს ანიშნულოვანია. თუმცა აი გარდა ამისა, ბევრად უფრო ღრმა არის, ხო, პრობლემა. ანუ შეიძლება თუ ეს გეგმა განხორციელდა, რაც დაგვიანონსეს, შეიძლება უბრალოდ აღარ იყოს ადგილი თუ მეტეს ვთქვათ იმ წელს, როცა ორი კლასი ერთად დაამთავრებს, აი ეს მშობლები ძალიან უღელავთ ამ თემაზე. ხა ჩემი შვილიც არის ახლა მე-11 კლასში და აი ხვდება ხოლმე სტატიები ან პოსტები, სტატუსები, რომ ვთქვათ წელს წლევანდელი ბავშვები გადარჩნენ და აი მომავალი წლის გამოშვებას ეხება ეს და ეს ძალიან შემზარავია, იმიტომ რომ მართლაც აი ოჯახები, ჩემს ირგვლივ ყოველ შემთხვევაში ასეა და არა მხოლოდ ჩემს ირგვლივ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ხარჯავთ, რომ იმ მოცემულობაში რაშიც ვართ და ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში ჩვენი ქვეყანა ისედაც განათლების ყველა კვლევა ამას ასახელებს, მივცეთ აი ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად კარგი განათლება, ვისაც რამდენი შეგვიძლია. და აი ზუსტად რო უკვე არის გარდამავალი ეტაპი და ახლოვდება გამოცდები, უცბად რას გიმზადებს ბედი და ვარქვათ, მოდი არიცი. და ეს ძალიან რთული ამბავი იქნება ალბათ.
რეალურად რა მოლოდინი არსებობს სპეციალისტებში, ანუ მართლა შეიძლება რომ ორმა კლასმა ერთად დაამთავროს, თქვათ მე-11-მ და მე-12-მ და ნაცვლად თქვათ 40,000 აბიტურიენტისა ერთად ყავდეს 80,000 აბიტურიენტი და შემცირებული ადგილებით შეხვდნენ უნივერსიტეტები. ეს კიდევ ძალიან საშიში მოცემულობა, ამაზე მინდა ვიკითხო, ნამდვილად ასეა? სხვანაირად ვერ გადავდნენ მე-11 კლასი. ანუ 11 კლასი ან სისტემად რო გადავიდნენ, უბრალოდ მე-11 კლასს უნდა დაამთავრებინონ და იმავე წელს მე-11-ის უნდა დაამთავრებინონ, იმიტომ რომ ამ მე-11-ის ხო ვეღარ გადაიყვნენ მე-12-ში. ანუ გამოვა რომ ორმა კლასმა უნდა დაამთავროს ერთდროულად. რაც ნიშნავს, რომ მართლა 80,000 აბიტურიენტი იქნება და ადგილებიც რო იგივე დარჩეს, იქნება 30,000, ანუ 31,000 ჩააბარებს დაახლოებით და იქნება 80,000 განსხვავებით იმით, რომ იყო 51,000 და ჩააბარა 31,000-მა. რაც ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება კონკურსი, რაც ნიშნავს იმას, რომ თვითონ ეს იდეა, რომ რაღაცა სკოლას დაუბრუნოთ თითქოს რაღაცა ღირებულება, რა სკოლაში სიარულს და აზრი კონდეს. პირიქით უფრო დაგარგავს. ანუ იმ შემთხვევაში თუ გაიზრდება კონკურსი და გაიზრდება ეს ინტერესი, რომ რჩება წარმატებულად აჯობ სხვას ამ კონკურსში. მე მარტო მე-12 კლასში, ანუ მაშინ მარტო მე-11 კლასში კი აღარ იქნება პრობლემა სიარულს. მე მე-10 კლასშიც გახდება პრობლემა, იმიტომ რომ უფრო ადრე დაიწყებენ მომზადებას აბიტურიენტების, იმიტომ რომ ეს რო ერთწლიანი პრობლემა იყოს, კიდე არ აუშავს. სხვა ერთ წელს 80,000-ია და მე ცოტა სადმე წავიდეს ის ნახევარი ხალხი, ვინც ვერსად ვერ ჩააბარებს. ანუ წარმოგიდგენთ, მეორე წელსაც საცობი იქნება უნივერსიტეტში. ანუ წელს ვერ ჩააბარა 10,000-მა ახალგაზრდამ შუმალეში და იმ წელს ვერ ჩააბარეს 50,000 ახალგაზრდა. ეს 50,000 ახალგაზრდა სადმე წავიდეს საერთოდ. ჩება სისტემის მიღმა. განათლების სისტემის მიღმა რჩება და სადღაც არ ვიცი, გაიწვევენ ჯარში, თუ არ წავიდნენ საზღვარგარეთ და არ ისწავლეს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში. ჯარში ამდენი ხალხის მიღება თვითონ სისტემასაც არ შეუძლია, ესე იგი წავიდნენ და იმუშავდნენ. ხო, ანუ დავიდანებოთ ბიჭებს, ხო, გოგოებმაც რაღაც უნდა აკეთონ ერთ წლის განმავლობაში, როცა მოემზადებიან და მე 50,000 ვინც ვერ ჩააბაროს, შემდეგ წელს ხო ისევ დაემატება. იმ ხალხს, ანუ ეს პრობლემა როდის მოგვარდება, არავინ არ იცის ასეთი სისტემის ფარგლებში. იცი რას მინდა შევეხოთ ბოლოს პროფესორ მასწავლებლების რაოდენობას. როგორი მოცემულობა გვაქვს ახლა და თუ ეს ცვლილებები განხორციელდა, რა შეიძლება ველოდოთ? დავიწყოთ მოდით მე-12 კლასის მასწავლებლებისგან, იმიტომ რომ მე ნახე რომ 2200 სკოლა გვაქვს დაახლოებით, ხო? და 14 საგანსწავლობენ მე-12 კლასელები, ანუ თითოეულ კლასში დასაქმებულია და ხელფას იღებს 14 საგნის სწავლებისთვის მასწავლებელი. ანუ ის ადამიანები აღარ დაჭირდება სისტემას, ესე გამოდის, ხო? ანუ რეალურად ეს მათ ხელფასებზეც აისახება და მასწავლებლების რაოდენობის შემცირებასაც გამოიწვევს, თუ რა თქმა უნდა, დროებით ხელოვნურად არ დატოვეს ეს ხალხი ხომ სკოლაში. ხო, ნუ მანდ 1/12 საათების ძირდება. სკოლაში, ანუ დაახლოებით ერთ-ერთი რაოდენობის საათებია ყველა კლასში და ეს შემცირდება. ეხლა მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან მე-12 კლასში, ისინი ძირითადად ასწავლიან ხოლმე მე-7 მე-12 კლასის საგნებს, იმათ უფრო მეტი შეუმცირდება. ანუ 6 კლასიდან ერთი შეუმცირდება, ანუ 1 მე-6 შეიძლება შეუმცირდეს. ნაწილ სკოლებში, ზოგიერთ საგნებში არის ზედა კლასების მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან თქვა მე-9-დან მე-12 კლასში. იმისთვის კიდევ უფრო მტკივნეული 1/13 დაახლოება. ესე რომ ესე მარტივი არ არის, რომ თქვა რომ აი მხოლოდ 1/12 დააგდება მასწავლებლებს და რა მოხდა. ზოგ მასწავლებლებს დააგდება 1/13 ხელფასი. ეხლა რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ ამის საპირისპიროდ, ხო? საპირისპიროდ შეიძლება თქვას, რომ კი ბატონო, აი რა ბიუჯეტიც გვაქვს, ეხლა სკოლებისთვის იმას დავტოვებთ და შესაბამისად თითოეული საათის ღირებულებას გავუზრდით, მაგრამ ესე მარტივი არ არის ამის გაკეთება. იმიტომ რომ როგორც ვამბობ, ყველა მასწავლებელი თანაბრად არ იღებს ამ საათს. ანუ შენ თუ გაუზრდი იმ მასწავლებელს, რომელსაც მხოლოდ 1/6 იცვლება, ან 5 სხვა კლასის საათები თუ გაიზარდა, მე შეიძლება ბიუჯეტი აღარ იყოს. ესე რომ ეს დაგეგმვის თვალსაზრისით არის კოშმარი. ძალიან რთული დასაგეგმია. ამიტომ დიდი ალბათობით უბრალოდ ამ ხალხს მოაკლებენ ხელფასს. ეხლა ეს კიდე ცალკე ამბავია, რომ ეს მასწავლებლები არიან ხშირ შემთხვევაში რეპეტიტორები.
და ამ რეპეტიტორებზე მოთხოვნა გაიზრდება. იმიტომ რომ როგორც თქვი, 2 კლასი ამთავრეს იმ დროს. და ამ ხალხს შეიძლება საერთოდ აღარ უნდადეს რომ სკოლაში ასწავლოს, იმიტომ რომ რეპეტიტორობით შეუძლია რომ ბევრად მეტი შემოსავალი ქონდეს. ამიტომ შეიძლება მივიღოთ სიტუაცია, სადაც საუკეთესო მასწავლებლები ეხა თუ მე-11 კლასში თუ დაამთავრებულ კლასში შეიძლება იმდეს არ ასწავლიდნენ, შეიძლება მივიღოთ ის რომ საერთოდ გავიდნენ სკოლიდან. იმიტომ რომ თქვა რომ რა კარგია 80,000 ის არის აბიტურიენტია წელს და ბევრად მეტი შემოსავალი შეიძლება მქონდეს თუ დილითაც ვიმუშავებ. და არა მხოლოდ შუა დღის მერე. ეხაც არის ეს და პრობლემა. ნაკლები ენერგია დამახარჯება, იმიტომ რომ ვიმუშავებ 1 ბავშვთან, 2 ბავშვთან და არა 30 ბავშვთან, ხო? ანუ 30 ბავშვთან ვიმუშავებ, მაგრამ ვიმუშავებ კერძოდ და 50 ბავშვთან მიღებული შემოსავალი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე, რა ვიცი, მთელი კვირა რო დაიხარჯავ გაკვეთილების მომზადებაში და მერე ჩატარებაში და რაღაცა სკოლაში სიარულში და სხვა სკოლებში. სკოლებთან ერთოთახიანი ბინები ძალიან ადვილად ქირავდება ხოლმე, იმიტომ რომ მასწავლებლები ქირავობენ და ალბათ ამ ბინების ფასიც გაიზრდება იმ წელს თუ მართლა 2 კლასმა დაამთავრა. ახლა მინდა რომ პროფესორ მასწავლებლებზეც ვიკითხო, დიდი მღელვარება არის განათლების დარგის სპეციალისტებში. პრინციპში თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ყველაზე კარგად და ნათლად ხედავთ იმ მოსალოდნელ საშიშროებას, რაც შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა და ჩემთვის ძალიან ბუნებრივი არის ეს მღელვარება. რას ფიქრობენ ამ თემში, რას ფიქრობენ პროფესორ მასწავლებლები და რას ამბობენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი პრობლემა არის, რომ ირაკლი გობახიძემ მაისში, 24 მაისში პირდაპირ თქვა, რომ პროფესორები პოლიტიკურად მიგერძოებულები არიან და თან კომპეტენციები აყოფნითა და ეს ხალხი უნდა გაუშვათ უნივერსიტეტებიდან. და ეს პროფესორებისთვის კარგს არაფერს არ ნიშნავს, ხო? ახლა ვინ დარჩება პოლიტიკურად მიგერძოებული ვინ უნდა შეარჩიოს? ეგ ცალკე საკითხია. მეორე არის, რომ როცა თქვენს რომ სპეციალობები ყველა უნივერსიტეტში არ უნდა ისწავლოს, ნიშნავს, რომ შეიძლება შენ მუშაობდა უნივერსიტეტში, რომელშიც აღარ იქნება ის პროგრამა, რომელშიც შენ უნდა გააგრძელო მუშაობა. მესამე პრობლემა არის ის, რომ ესე იგი, ეს თავისთავად ფიზიკურადაც თუ გადაიტანეს ქალაქის გარეთ, მე უნდა იარო ეს რაღაცა სხვა ქალაქში და თბილისში ამასთავში ყოველდღე სიარული მარტივი არ არის, ხო? თან ეხლა რო არ არის მარტივი, მე თუ მართლა გადაიტანეს რაღაც მომენტში ეს მთელი უნივერსიტეტები, ჯერ გადატანის პროცესში იქნება პრობლემა, იმიტომ რომ ნახევარი პროგრამა, ანუ არსებულ სტუდენტებს ეუბნებიან, რომ თქვენ მაგა დაამთავრებთ 4 წლიან პროგრამას და ახლებიო 3 წლიან პროგრამებზე ისწავლენ. ეგ ცალკე საკითხია, რომ პროფესორებს ეუბნებიან, რომ ეხლა პროგრამები უნდა გადააკეთოთ. თან პროგრამაა გადასაკეთებელი. თან ნაკლებ ხელფასზე უნდა იმუშაოს, იმიტომ რომ ხელფასი, ანუ 1 წელი მოაკლდება საერთოდ ის პროგრამას. თან უნდა იაროს რუსთავში და თან ეუბნებიან, რომ შეიძლება სხვა უნივერსიტეტში მოგიწიოს მუშაობა. ანუ აქედან კარგი რა შეიძლება რომ გამოვიდეს. მე მეგონა რომ განათლების სისტემაში გქონდა გასულ წლებში პრობლემები, მაგრამ მე მგონი პრობლემები გვაქვს ეხლა და სანატრელი გაგვიხდება მალე ისინი, რადგან აქამდე საუბრობდით, რაც ძალიან სამწუხარო. პრობლემები უამრავია, მაგრამ ეხლა რასაც ხედავთ არის, რომ დამატებითი პრობლემების გამოგონება ხდება და თან ისეთი რაღაც გაკეთებას აპირებენ, რომელიც უბრალოდ გააუარესებს ყველაფერს, არაფერს არ გამოასწორებს, ახალ პრობლემას შექმნის, ანუ პოლიტიკური კონტროლის პრობლემას შექმნის. დაახლოებით 100,000-ით ნაკლები ახალგაზრდა იქნება ჩართული განათლების სფეროში, პროფესორების 1/3 მოაკლდება ეგრევე. მასწავლებელს დააკლდებათ ხელფასი და გავეზდებათ მოტივაცია, რომ იმუშაონ კერძოდ და ახალგაზრდებისთვისაც გაძვირდება სწავლა, იმიტომ რომ კიდე ხა აბიტურიენტებმა ესეც უნდა იცოდნენ, რომ ეხლა ეს დაფინანსების სისტემის შეცვლა უნდა ისე, რომ მხოლოდ სახელმწიფო უმაღლესებში ფინანსდებოდეს პროგრამები და აღარ ფინანსდებოდეს კერძო უნივერსიტეტებში. ანუ თუ აბიტურიენტმა ჩააბარა კერძო უნივერსიტეტში, მას სახელმწიფო გრანტის წაღების უფლება არ ექნება, ხო? ახლა შეუძლია რომ არც წაღების უფლება არ ექნება. სახელმწიფო. თან სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს, აი თქვა ჩააბარა თბილისში, რომელიღაც უნივერსიტეტში და არ მოეწონა ის პროგრამა. აი თქვა ჩათვალა, რომ მაგალითად ჩააბარა სამართალზე და სამართალი ისწავლება არა ტექნიკურში, ილიაში, სოხუმში და თესეოში, არამედ მხოლოდ თესეოში. ხო ჩააბარა სამართალზე თესეოში და უცებ აღმოჩინა, რომ ირაკლი კოფხიცი ასწავლის და არ მოწონს როგორ ასწავლის, ვერცად აღარ გადავა. ანუ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ იქნება, რომელიც სამართალს ასწავლის, უნდა გადავიდეს კერძოში და კერძოში აღარ გადახვდება ის ფული.
და სახელმწიფო დაფინანსება იქნება მიბმული უნივერსიტეტებში. ერთ-ერთი გამოსავალი რჩება, რომ უბრალოდ სამართალზე უარი თქვას და რაღაც სხვა პროგრამაზე გადავიდეს. ოღონდ ისიც სახელმწიფოში უნდა გადავიდეს. სახელმწიფოში რომელში იქნება, კიდე ცალკე საკითხია. ხო, და შეიძლება უნივერსიტეტის გამოცდაც მოუწიოს და ეგ კიდე ცალკე საკითხი იქნება, მერე ის პროფესორი რო დახვდება იმ სხვა პროგრამაზე, ის პოლიტიკური ნიშნით იქნება შერჩეული თუ მართლა კომპეტენციების მიხედვით. ხო. ანუ ძალიან ბევრი ახალი პრობლემა შექმნეს, რომელიც აი გარდა იმისა, რომ ანუ ზოგს გონია, რომ ეს უბრალოდ იმიტომ აკეთებენ, რომ რაღაცა პოლიტიკურად უნდათ, რომ რაღაცნაირად კონტროლი დაამყარონ, მაგრამ ამის გარდა კიდე ეს ბიზნესის ინტერესი ემატება, რომ უნდათ რომ შენობები გაყიდონ შუა ქალაქში და უნდათ რომ იმის ამ ფულით დაინტერესონ თავიანთი ახლობელი დეველოპერები და ეს დეველოპერები გაფინანსებენ პარტიებს. მაგრამ ამის გარდა არის უბრალოდ კრიზისის შექმნა უნდათ. და აი ეს კრიზისი მე ხალხის ეს აისახება ყველა ოჯახს, ანუ ყველა ოჯახს ვისაც ყავს ახალგაზრდა, ვისაც ყავს ბავშვი და მიუხედავად ამ ოჯახების შეხედულებების სხვადასხვა თემაზე, მათ შორის პოლიტიკურ შეხედულებების, ანუ ეს საკითხი ერთობლივად გვეხება ყველას. მიუხედავად იმისა, ვინ ვისი მომხრე ვარ და ვინ ვის მივეცით ხმა ან მივცემთ ხმას მომავალში და მართლა ერთადერთი რის თქმა შემიძლია ამ ყოველფერს მე არის ის, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვერ განხორციელდება ეს გეგმა და არ ვიცი გაჩნდება რაღაც ფაქტორები, რაც თავადვე დაახევინებთ უკან, იმიტომ რომ ამ წუთას ძალიან მიჭირს რაღაც თქვა, იმიტომ რომ ძალიან აპოკალიფსურია ის ყველაფერი, რაც ახლა ჩვენ ვისაუბრებთ. ხო, ზოგ პროფესორს აქვს მაგალითად qalbi იმედი, რომ ესენი ვერ შეძლებენ ამხელა რაღაცის გაკეთებას და სიანდრეში გაფუჭებას ბევრი ძალისხმევა არ ჭირდება, ანუ აშენებას უნდა დიდი ძალისხმევა. გაფუჭება შეიძლება ძალიან მარტივად. აი მაგალითად ეხლა თებერვალში აპირებენ, რომ უკვე უნივერსიტეტებს თებერვალამდე მოთხოვონ, რომ შეამცირონ პროგრამების რაოდენობა და გადაანაწილონ ეს პროგრამები სხვა უნივერსიტეტებში და საკმარისია რომ ეს გააკეთონ, მაშინ რომ გაყიდიან ამ უნივერსიტეტების შენობებს. და მე რო გაყიდიან ამ შენობებს, მე ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ვეღარ დაიბრუნებს ამ შენობებს. მაგრამ ეხლა გვაქვს უკვე ამის მაგალითი, ესე გაკეთდა სპორტის უნივერსიტეტის შემთხვევაში გაყიდეს ის შენობა, ვერც ააშენეს იმ ადგილას ვერაფერი. ანუ საბოლოოში ვერც თარდება ლაპარაკია აღარ მოხს 60 სართულიან რაღაც აშენებაზე. ანუ უბრალოდ წარმოუდგენელი რაოდენობის სართულებზე ლაპარაკი, მახსოვს რაღაც მომენტში 10 სართულის დამატებაზე. მე მართლა სითხოვდნენ თუ რაღაც აი დაახლოებით ესეთ მასშტაბებზე ლაპარაკი. ვერც ის ვერ დაამთავრეს, ვერც ის დეველოპერი ამთავრებს, იმიტომ რომ ფული ჭირდება ამის. თუმცა იქ უნივერსიტეტი აღარ არის. არც უნივერსიტეტი აღარ არის, არც ადგილი არ არის, მაგრამ იქ იმ უნივერსიტეტს მარტო ისინი აუდიტორები კი არ ქონდა, დარბაზები ქონდა, რაღაც მოედნები და იქ ხალხი მიდიოდა, თამაშობდნენ შაბათ-კვირას, რაღაც ერთობოდნენ. ის იყო თავშეყრის ადგილი, სტუდენტები ერთობოდნენ, ეხლა სად არიან არავინ არ იცის. და ეგ ეს პრინციპში ყველა უნივერსიტეტს, რომელსაც აი ესე უცებ გაყიდიან, როგორც ჩვეულებრივ საქონელს, ასე ვთქვათ. ეს უნივერსიტეტი არის ის რომ ჩვენ ეს უნივერსიტეტები გვაქვს და ეს შენობები გვაქვს და ეს პროგრამები გვაქვს, არის ძალიან დიდი მიღწევა. ანუ ეს ციდან კი არ ჩამოვარდნილა, ანუ ესე რაღაცა ჩემოდრით ვერ ჩამოვიდა. და ყოველთვის ასე არ იყო, ხო? ხო, ანუ არის ქვეყნები, სადაც ამას ვერ მიაღწიეს და ჩვენ მივაღწიეთ ამას ბევრი შრომით, ანუ უამრავი ადამიანის ჭარბობით. אז მე თვითონ ვიყავი ილიას უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და რაღაც პირველი 4 წელი მუშაობდით მარტო იმაზე, რომ პროგრამები ახლები შეგვექმნა დავკავშირებოდით უცხოელ მეგობრებს, მაგალითად კალიფორნიის უნივერსიტეტთან ერთად ქმნით ახალ პროგრამას კანტლების ადმინისტრატორებისთვის. ეხლა უცებ გეუბნები, ეს რა საჭიროა ეხლა იყოს სხვა უნივერსიტეტში. სხვა უნივერსიტეტში როგორ უნდა იყოს, როცა აქაურმა პროფესორებმა გააკეთეს. იქაურმა პროფესორებმა როგორ უნდა გაიგონ, როგორ უნდა ასწავლონ. ეს პროფესორები ხوار გაიხლიჩებიან შუაში და ასეულ პროგრამებზე ხოლმე დაამთავრებინან სტუდენტებს. თან აქ უნდა ასწავლონ, თან სხვა უნივერსიტეტში უნდა ახალი პროგრამები შექმნან. თან 4 წლიანი პროგრამები უცებ უნდა გადააკეთონ 3 წლიან პროგრამებად და თან ბიუჯეტში შევხედოთ, ხო აი ამ ხელა რაღაც გაკეთებას აპირებენ. ბიუჯეტში ფული მოაკლდა. ანუ განათლების ბიუჯეტი კი არ გაზარდეს. შემცირდა. ისან ინფრასტრუქტურის ნაწილში შემცირდა. ხო, ვერ უნდა ავაშენოთ ახალი შენობები. არა,
ის მოაკლეს. ანუ მანამ არ გაყიდიან ის არსებულ შენობას. მანამ ფულს არ შეიტან ბიუჯეტში. მაგრამ არც აპირებენ რომ ფული გამოყონ ამ მშენებლობას. და თან ადგილობრივი ფული, ან საქართველოს ფული ხო შემცირდა. ეხლა საერთაშორისო ფული მცირდება. აი მაგალითად რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი რომ ევროპული ფული, Erasmus Plus-ის პროგრამების ეხლა აიგრძალა, რომ დაიხარჯოს სახელმწიფოსთან თანამშრომლობით პროგრამებში სახელმწიფო ხო მონაწილეობს. ანუ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს კიდევ უფრო ნაკლები ფული აქვს იმისთვის, რომ რაღაც კარგი გააკეთოს განათლების სისტემა. ძალიან დიდი იყო ამ პროგრამის კონტრიბუციაც და ზოგადად საერთაშორისო ფინანსებიც განათლებაში, მათ შორის სახელმწიფოსთან თანამშრომლობით იყო ყველაზე მეტი. სიგო, ძალიან დიდი მადლობა. მართალია არ გვაქვს პოზიტიური დასასრული ამ ეტაპზე, ამ ინფორმაციასთან მიმართებაში, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ადამიანებს, მათ შორის იმ ადამიანებს, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ისეთი გაბლარული წარმოდგენა ამ ყველაფერზე და იმედი დავიტოვოთ, რომ ის გეგმები, რაც ასე თქვა ბუნდოვნად და ნაწილობრივ უკვე გაცხადებულადაც გაგვიზიარეს, ისევე ვერ განხორციელდება, როგორც არაერთი სკოლის მშენებლობა ვერ დაასრულეს ჯერჯერობით ნაზალადოვის რაიონში მაგალითად. მეც იმედი მაქვს, რომ არ განხორციელდება, იმიტომ რომ კიდე ერთ პრობლემას დავავატებ და მეტი არაფერს არ ვიტყვი. აი წარმოიდგინეთ თქვენი შვილები 5 წლის შემდეგ. მათ კითხავენ, რამდენწლიანი სკოლა დაამთავრეთ და რამდენწლიანი უნივერსიტეტი დაამთავრეთ და მათ მოუწევთ კონკურენციის გაწევა 11 კლასით, მათთან, ვისაც 12 კლასის სკოლა აქვს დამთავრებული. და იმ ხალხთან, ვისაც 4 წლიანი ბაკალავრიატი აქვს დამთავრებული. ნუ მომავალ თაობებს ექნება ნაკლები განათლება, მინიმუმ 2 წლით ნაკლები განათლება, როცა ბაკალავრიატს დაამთავრებენ და 3 წლით ნაკლები, როცა მაგისტრატურას დაამთავრებენ. და მათ მოუწევთ შეჯებრი რამდენიმე წლით უფროსებთან, რომელსაც მეტი განათლება ექნება და საქართველოს შიგნით ხო ექნებათ პრობლემა და საქართველოს გარეთ მით უმეტეს. ამიტომ საერთოდ ეს არ უნდა განხორციელდეს ცხადი, ანუ რო დაუმატონ წლები კიდე ხო, ანუ იმ რეფორმაზე შეიძლება რომ რაღაცა საზოგადოებამ იბრძოლოს, მაგრამ წლების მოკლება მხოლოდ დააკლებს ამ ბავშვებს შესაძლებლობას, რომ კონკურენცია გაუწიოს სხვებს და ეს საზოგადოებასაც დააკლებს შესაძლებლობას, რომ კონკურენცია გაუწიოთ სხვა საზოგადოებებს და ეს ნამდვილად არაფრისთვის კარგი არის. ძალიან დიდი მადლობა. დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს, მადლობა რომ გვისმენდით ამდენ ხანს. Free audio post-production by alphonic.com